გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს ხუთშაბათი დღეა, რა თქმა უნდა, ეთერშია ჩვენი გადაცემა, საფრთხეები და ჯანსაღი სამყარო, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისათვის. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ეხება ეს გადაცემა და ამიტომ დიდი მადლობა იმ გამოხმაურებისათვის, იმ კომენტარებისათვის და რა თქმა უნდა, თქვენი ზარებისთვის, რასაც თქვენ ჩვენი გადაცემის შემდეგ აკეთებთ. მოკლედ, მე მინდა დღევანდელი ჩვენი სტუმრები წარმოგიდგინოთ, მაგრამ მანამ ჩემ სტუმრებს წარმოგიდგენთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ უნდა ნახოთ ქართული ტევეს გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილქნეცე ნომრით 259. ვართ ასევე რა თქმა უნდა My ვიდეოზე, გვაქვს YouTube და Facebook გვერდები, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. ვართ 24 საათიან მაუწყებლობაზე და სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში შეგიძლიათ ჩვენი გადაცემების ნახვა. ასევე ვართ ახალ ქსელებზე ნომრით 292. დღეს, როგორც უკვე გითხარით, არის ხუთშაბათი დღე, ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, ექიმები, რომლებიც ძალიან ისე ვთქვათ, საჭიროებო საკითხებზე ისაუბრებენ და რაც მთავარია, ჩემი სტუმრები არიან კომპეტენტურები, ამიტომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენს გადაცემაში ისე ვთქვათ, საბუთისა და რაიმე ისეთი დამადასტურებელი საბუთების გარეშე ჩვენ გადაცემას, რა თქმა უნდა, არ ვწერთ. ამიტომ ძალიან საინტერესო გადაცემა გელით წინ. მოდით გაგაცნობთ ჩემს სტუმრებს. თორნიკე ბიძინაშვილი, ექიმთა კავშირის პრეზიდენტი და თინათინ გოცაძე, ექიმი, ფიზიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. მოგესალმებით, გამარჯობათ. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით გადაცემაში. და რა თქმა უნდა, წინ ძალიან საინტერესო თემა გველის. ბატონო თორნიკე, მოკლედ მე ესე ვთქვათ, ცოტა ესეთი კითხვები გვაქვს და ესე მონაცვლეობით დავსვათ ეს კითხვები და მინდა თქვენით დავიწყო. მოკლედ დღეს ძალიან ბევრს საუბრობთ ზოგადად მავნე გამოსხივებებზე და გარემოს დაბინძურებაზე. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ადამიანმა არც იცის და შეიძლება ყურადღებასაც არ აქცევს. და მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მათგან თავის დაღწევა და როგორ? აი გამოსხივებებისა და დაუშვათ მავნე ნივთიერებისაგან. როგორ უნდა დავიცვათ თავი? მოკლედ ამ თემებზე დავფიქრდი მე ძალიან ხშირად მქონდა ამაზე საუბარები მეგობრებთან, კოლეგებთან. რატო არ აქვს ადამიანებს ადეკვატური რეაქცია იმ არსებულ პრობლემებზე, რაც რეალურად დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ხო? რეალურად იქ საბანკო სისტემა კოლაფსია ფაქტიურად და ხალხისთვის ძალიან ნეგატიურად მუშაობს. ასევე ჯანდაცვის სისტემა, კატასტროფაა. ჯანდაცვის სისტემაში რაც ხდება, ეს სრული კატასტროფა. ასევე სხვა ყველამე აქტუალური თემები და ყველა აბსოლუტურად ხო თავისთავად ხალხი არ გამაზე გარეთ რა გამოდის, მოხდით ანუ და მეთქე აი რაღაცა ზეგავლენა ხომ არსებობდეს ადამიანების რომ გამოვიდეს აი ვიღაც საპროტესტო აქცია გამართოს რომელიც რეალურ არსებულ პრობლემას ეხება და არა იმ სისულელეს რაც მაგალითად დღეს ხდება ხო მაგრამ რო ჩავეძიეთ ამ ყველაფერს ნახეთ რომ არსებობს სპეციალური მეთოდები ტექნოლოგიური რომელიც საკმაოდ ძველია სხვათა შორის და ახალი არ არის ეს გამოიყენებოდა სხვადასხვა რუსეთშიც გამოიყენებოდა და დახურულ ქალაქებში და იყო ექსპერიმენტი რომელიც ელექტრომაგნიტური ველით ხდებოდა ადამიანების ზეგავლენა ადამიანებზე. მსგავსი მეთოდი მე უკვე დაინერგა მსოფლიოში, ასევე დაინერგა საქართველოშიც, თავისთავად როგორც მე ვიცი, პირველი ესეთი ანტენა დაიდგა შევარდნაძის დროს სპორტის სახლესთან, რომელიც ხალხზე მასებზე მუშაობს რა. სწორედ აი ესეთი რაღაცები, ესეთი თემები, რომლებიც ახლა ჩვენ დავაკვირდით, მე უკვე საკმაოდ მრავალი ანტენაა ჩვენს გარშემო და ძალიან უხვად არის ანტენები, იდგმება და იდგმება და ამაში თანხებსაც იხდიან რომ დაიდგას, იმიტომ რომ ეს უკვე არის ხალხის მასობრივი მართვის იარაღი და აქედან გამომდინარე ესენი იღებენ რას, რომ სპეციალური სიხშირება მიწიწოს ადამიანში, ესე ვთქვათ, იმპატირულობას, ენთუზიაზმს უკარგავს, მეხუთი რაღაც სენსიტიურობას და ყოველგვარი შეუძლიათ გამოიწვიონ ხალხის გაღიზიანება, მეხუთი მაგალითად რაღაც თემები, რომლებიც მართლა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ან ეკლესიისთვის, ამის ხალხი რომ გამოვიდეს გარეთ, ეს ყველაფერი ითიშება და ხალხი იწყებს რაღაც აქტივობას და რაღაც ადეკვატური ხდება რაღაცი რეალობის მიმართ. ბატონო თორნიკე, უკაცრავად, მაგრამ მაინც ანტენებზე საუბრობთ, ჩაგეკითხებით. მაინც მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, თქვენ საუბრობთ ახლა იმ 5G ანტენებთან დაკავშირებით, თუ არის კიდევ სხვა, რომელიც შეიძლება რომ უფრო საყურადღებო იყოს. ხო, უბრალოდ ახლა რა შეასახმე?
ამას ახლა მე თვითონ სხვა მის ექსპერტი არა ვარ, მე ქიმი ვარ, ხო და მე არა ვარ ფიზიკოსი და არა ვარ მაგალითად ელექტროტექნიკის ექსპერტი, ხო? მაგრამ რაღაცები ვიცი, ასწავლი მაქვს ვაკეთებდი რაღაცებს, რადიო მოყვარული ვიყავი და ცოტა რაღაცა მესმის ყოველ შემთხვევაში. 5G-ს თემაც აქტუალურია თავისთავად, გლობალური პროცესია, ხო, ეს სოფლიოში უნდა მოხდეს გავსი რაღაცა, მაგრამ ეს ასევე სხვა რაღაცაც არის კიდევ. ეს არის ალფა, ბეტა, ტეტა, გამა სიხშირები, რომელიც გამოიყოფა და ადამიანებს მოქმედებს სხვადასხვანაირად, როგორც ჭირდებათ მათ, ისე იზამენ. ანუ უბრალოდ როგორ სიტუაცია, ლეგიტიმური კითხვებია. რატომ არის ამდენი ანტენა? ანტენასთან მდგევარ მე წინ, ლაპარაკობ ტელეფონზე, მე ტელეფონი მეტი შევა. მაინც ხარვეზია, მოხდი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინტერნეტი მაინც სუსტია. კომუნიკაცია მიჭირს ის. ანუ ესე იგი არ მუშაობს ანტენა. მაშინ რა აზრი აქვს მათ დაგმაში? ერთი ანტენა იყო, მაგთის ანტენა ერთი ანტენა იყო და ეს ერთი ანტენა ყოფნიდა მთელ ნახევარ საქართველოს, ხო, ფაქტიურად. ეხლა თუ გახდა საჭირო რომ ამდენი ანტენები დაიდგას, ხო, ვითომ გადამცემითი მომენტებია, რომ ერთმა მიიღო, მეორე გადასცა, მოხდი ესე უნდა მოხდეს, მაგრამ არ არის ეს ფაქტიურად, ხო? ამბობენ რომ ერთი ტელეფონის გამოსხივება აქვს, ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, რა თქმა უნდა ეს, მაგრამ ну თითქოს ამასაც ამბობენ. და კიდევ რა არის, ხო, მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის, ხო, მან შეიძლება ეს არის რაღაცებს ჩვენც ვარაუდობთ, მოხდი რაღაცები მაინც იპოთეტურ დონეზეა. რომ მაღალი გამოსხივება რეალურად რას აქვს? აქვს ტელეფონს. უდიდესი გამოსხივება. როცა უნდა იყოს 100-150 ახალი მეთოდებით კიდე სტანდარტებით, ისევ ჯანდაცვის ახალ სტანდარტებით, ანუ ჰუმუს ახალი სისტემებით სტანდარტებით, უნდა იყოს 200 ერთეული კვადრატულ სანტიმეტრზე მიკროვატი რა და ჩვენ გვაქვს 3000-მდე 7000-მდე ძალიან მაღლა არის ფაქტიურად. ამიტომ მობილურებს ერიდეთ მაქსიმალურად. ეს არის გამოსხივების ყველაზე მთავარი წყარო. ძალიან მაღალი. გაგებული მაქვს რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიქონიოთ მობილური იმ ოთახში, სადაც ღამე გვძინავს. ნუ ჩვენ ვიყენებთ ხოლმე რა თქმა უნდა რომ მაგვიძარა დავაყენოთ და ნუ ძალიან ბევრი გამოყენებისთვის დიახ. მაგრამ თურმე ძალიან საშიში ყოფილა. თავისთავად რაც მე გავსინჯე, რაც მე ვნახე, ნებისმიერ მობილური აზრი არ აქვს, ღილაკიანი იქნება თუ სენსორული იქნება თუ რაღაცა ყველა. ანუ ერთნაირად საშიში და მავნეა. ასევე ლეპტოპებსაც, ანუ იმ ლეპტოპებსაც. კომპიუტერულ ტექნოლოგიას ძალიან მაღალი გამოსხივება აქვს და საშიში არის განსაკუთრებით როცა ბავშვები ყავს თან პლუსი. ამიტომ ძალიან ბევრი დაავადების სათავე შეიძლება იყოს ეს. ამიტომ ღამე გათიშეთ, ან ეცადეთ რომ მაქსიმალურად შორს გედოთ. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ანუ რეალურად რაც მე ვნახე ყოველ შემთხვევაში კატასტროფული მაჩვენებელი ანახა, იმიტომ რომ 3000-დან 27000-მდე ასულად, მოხდი, ანუ ძალიან მაღალი რაღაცა, როცა 100 ერთეული უნდა იყოს. აი ესეთი დღევანდელი ესეთი მოცემულობა გვაქვს და ასევე თქვენ ნახავთ კიდევაც ვიდეოზე გადაღებულ ძალიან პატარა მონაკვეთს უბნის, ეს YouTube-ში გადაღებული, სადღაც 150 მეტრის დისტანციაზე, 200 მეტრის დისტანციაზე დაახლოებით 3 ანტენაა გადაღებული ესე ჩაყრილი ერთმანეთთან. და არ შეიძლება, სადაც მჭიდრო დასახლებაა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მე მგონი არის ხო რაღაც ცივ ქვეყნებში ბევრგან ძალიან ბევრგან უნდა იყოს მოშორებული და ეს ესე სანიტარული ნორმები არსებობს ამაზე და ამას არავინ თulis წელს ყოველ შემთხვევაში და არავინ აღწევს ამას ყურადღებას. ამაზე უნდა არსებობდეს რეგულაციები და ამაზე უნდა არსებობდეს ჯარიმები. ესენი კიდე პირდაპირ ქალაქში დგავან. ესე იგი აქ სხვა მიზეზია, ხო? ანუ აი ამ კითხვებს ესეთი პასუხები აქვს ყოველ შემთხვევაში. რაღაცებს კიდე ჭირდება დამტკიცება და ფიზიკოსების და კომპეტენტური ადამიანების პირების, ექსპერტების დასტური ამ ყველაფრის მიმართ. რაც ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამ სამაზრო ცოდნა, რაც მე მაქვს და ჩემ მეგობრებსაც აქვს, ესეთი რაღაცა გვაქვს ჩვენ. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ეს გასაგებია, მაგრამ მობილური რომელიც ყველა ოჯახშია და ძალიან ბევრი, აი ამას უნდა ვერიდოთ მაქსიმალურად. კი, გასაგებია. ქალბატონო თინა, მოკლედ ხა თქვენთან გადმოვიდეთ სიტყვით, თქვენ უფრო ჯანმრთელობის კუთხით შეგიძლიათ გვიპასუხოთ თუ აი ეს ელექტრომაგნიტური ველი ადამიანის ჯანმრთელობაზე რა გავლენას ახდენს, რამდენად საშიშია და ნუ თუნდაც რა დაავადებები შეიძლება რომ გამოიწვიოს. კი ბატონო. მოგესალმებით უპირველესად, მივესალმები ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. აი ითქვა უკვე და რეალურად არა ახალია, რომ ტექნიკურმა პროგრესმა და აი განსაკუთრებით მობილურმა კომუნიკაციამ ძალიან ძიმე დაღი დაასვა თუ შეიძლება ითქვას ადამიანთა ჯანმრთელობას და სამწუხაროდ ამას დღეს ვერ გავექცევით, ყველანი მსხვერპლი ვართ თუ შეიძლება ითქვას ამისი, აი ელექტრომაგნიტური ასე ვთქვათ გამოსხივების, რომელიც მართალია არ მიეკუთვნება მაიონიზებელ გამოსხივებას, არა მაიონიზებელად ითვლება, მაგრამ
ასევე ძალიან მავნებელია, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და უნდა გითხრათ, რომ დღეს ისევ და ისევ შესწავლის როიტყვენ ობიექტია და შესწავლის ფაზაშია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზშედეგობრივი კავშირები გარკვეული სიმპტომებისა თუ დაავადებებისა არსებობს აი ამ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან, რომელსაც არა მხოლოდ მობილური მოწყობილობები, მოდი ვთქვათ, იგივე ასე ვთქვათ პრობლემას ქმნის მიკროტალღური ღუმელები, კომპიუტერი, ტელევიზორი და ზოგადად ის ასე ვთქვათ ელექტრომოწყობილობები, რომლებიც ყოველდღიურად ჩართული გვაქვს თუ შეიძლება ითქვას და მინდა ტელემაყურებელმა გაიგოს, რომ როდესაც საუბარია მობილურ კომუნიკაციაზე, აი სპეციალისტები ბრძანაა ბატონმა თორნიკემ, ფიზიკოსები, ელექტრო ასე ვთქვათ ტექნიკოსები ყოველთვის საუბრობენ საბაზო სადგურის გამოსხივებაზე და ცალკე მობილური მოწყობილობის გამოსხივებაზე. და მე უკვე გითხარით, რომ ეს არამაიონიზებელი გამოსხივება, განსხვავებით მაიონიზებელისგან ხო, რომელიცაც მიეკუთვნება იგივე რენტგენის სხივი ჩვენ ვიცით ექიმებმა, იგივე ულტრაისფერი გამოსხივება, გამა გამოსხივება, რომლის მავნე და დამანგრეველი, დამაზიანებელი ეფექტები არის ძალიან საფუძვლიანად შესწავლილი და ვიცით ჩვენ ექიმებმა, რომ აი ეს მაიონიზებელი გამოსხივება იწვევს ძალიან ჯერ ერთი ღრმა ჩთაინთქმება და აღწევს ქსოვილებში და უჯრედულ დონეზე იწვევს დაზიანებებს. დნმ-ის სტრუქტურის ცვლილებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. მაშინ როცა თითქოს უფრო ნაკლებ დამაზიანებლად მიიჩნევენ აი იგივე ამ არამაიონიზებელ მობილური მოწყობილობების ახალ ტექნოლოგიას, რომ უკეთესია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი დაავადება არის ასე ვთქვათ მიზეზშედეგობრივად მასთან დაკავშირებული, მათ შორის არის თავის ტკივილი, აი ეს აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ნერვული სახის დარღვევები, ძილის დარღვევები, აი როგორც უნდა გაგიკვირდეთ, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები, ალცჰაიმერი, შეჭიდულია ამასთან ბრონქული ასთმა და მთელი რიგი ასე ვთქვათ სიმპტომებისა თუ დაავადებებისა პირდაპირ არის დაკავშირებული აი ამ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობთ, მობილური მოწყობილობები ასხივებენ და კიდევ მთავარი ის არის, რომ როდესაც საუბარია სიმსივნური პათოლოგიების მატებაზე, ხომ? აი ამერიკის ონკოლოგთა საზოგადოების ვებ-გვერდზე პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ძალიან დიდი საშიშროება შეიძლება შექმნას ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამ თავის, სახის და კისრის არის სიმსივნების განვითარების კუთხით. და დღეს აი როდესაც ყბასახის ქირურგები, იგივე ნევროლოგები, ნევროპათოლოგები ასევე საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ ხო თავის ტვინის სიმსივნეების და კიდევ ერთხელ ვამბობ, სახის და კისრის არის სიმსივნეებზე იმ ასე ვთქვათ გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი სახელდება სწორედ ელექტრომაგნიტური გამოსხივება. და მეორეც მობილური კომუნიკაციის მარეგულირებელთა ამერიკულ საბჭოს მთელი ასე ვთქვათ რეკომენდაცია რჩევების სახით აქვს სია გამოქვეყნებული თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი და რაც მთავარია ისაუბრა ბატონმა თორნიკემ რა სახის მობილური ტელეფონი უნდა შევიძინოთ ეს რაზე მეტყველებს იმაზე რომ ნამდვილად დამაზიანებელია ფაქტია ხო ეს მობილური მოწყობილობა და კიდევ ერთხელ ვამბობ არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება არ გამოიყენოს ადამიანმა მაგრამ ის რომ 3 დაახლოებით 5 მეტრის რადიუსში შენ მაინც ექცევი ამ ასე ვთქვათ ველის ზემოქმედების ქვეშ იმიტომ რომ შენს გვერდით მყოფს იგივე იმ ოთახში თქვათ მყოფს შეიძლება მასაც აზიანებ ისიც ზიანდება იმას შეიძლება კონდეს შენ ნაკლებად იყენებდე მაგრამ პრაქტიკულად ამის მსხვერპლი იყო ამიტომ დღეს რა თქმა უნდა მობილური კომუნიკაციის ეპოქაში როცა წარმოუდგენელია მობილური მოწყობილობის გარეშე ცხოვრება ხო ნამდვილად ძნელია ამაზე უარის თქმა რაღაც გარკვეული რჩევები მაინც უნდა გავითვალისწინოთ და ძალიან ხშირია ხო როდესაც აი აკრძალვა თუნდაც მანქანებში ხო ტელეფონის გამოყენების ეს არ არის მხოლოდ ის რომ თქვათ საგზაო უსაფრთხოების წესი უნდა იქნას დაცული იციან აგერ სპეციალისტებმა რომ ნამდვილად გადაცემა ასე ვთქვათ აი ამ და კავშირის დამყარება ხო აი ამ მეტალით როცა მანქანის ასე ვთქვათ სალონში იმყოფებით ხო თუ შეიძლება ითქვას ის მეტალის კაბინა ამას აფერხებს და სიმძლავრე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ასე დროს ძლიერდება და ბუნებრივია ადამიანის დასხივებაზეც შესაბამისად დასხივებაც მატულობს ამიტომ გარკვეული წესების გათვალისწინება მოქალაქეებს მაინც გუმართებს ისევე როგორც ცნობილია აგერ როცა
ასე ვთქვათ, მიღება და კავშირი, ხო? შეფერხებულია, აი ისეთ გარემოში ეს იქნება, ვთქვათ, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შენობები, სადაც თუნდაც შეიძლება საბაზო სადგური ლოკალურად დამატებული კონდეს ოპერატორს, ან კიდევ, ვთქვათ, მიწისქვეშა ტრანსპორტში მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ ასეთ ადგილებში. ან კიდევ ამბობ, აი ფანჯარასთან უნდა მივიდეთ და იქიდან ვისაუბროთ თუ არის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და ისეთ შენობაში ვიმყოფებით. ანუ ერთი სიტყვით არის გარკვეული წესები, რომლის დაცვა ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ინფორმაციები ნაკლებად ჟღერდება, ამაზე ნაკლებად מחვილდება დღეს ყურადღება, ისევე როგორც კიდევ ვამბობ, მარტო პრაქტიკულად გამახვილებულია ყურადღება მობილურ მოწყობილობაზე და ის რომ კომპიუტერი, ტელევიზორი, მიკროტალღური, ნებისმიერი გაჯეტი მაინც საშიშია. ასევე არის ამ კუთხით საშიში და მეც გეტყვით, აი ის რომ ოთახებს ხშირად არ არნიავებენ საოფისე, ასე ვთქვათ, ხო? შენობებში ის დადებითი იონები, რომელიც გროვდება და რომელსაც შემდეგ კანითაც ვრცელდება და ჩავისუნთქავთ აერით და გაუგია დღეს ტელემაყურებელმა და კარგად იცის ამ ასე ვთქვათ თავისუფალი რადიკალების შესახებ, აი ამ დადებითი იონიზაციის გამო კიდევ უფრო იმატებს ადამიანის ორგანიზმში შემდეგ და ქსოვილებში ეს მავნე რადიკალები, რომელთა განეიტრალება მით უმეტეს არ ხდება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დადებითი იონიზაციით გაჯერებული ჰაერი ნაკლებად ვისუნთქოთ, ხშირად გავანიავოთ ოთახი და მით უმეტეს აი ნაწვიმარზე სეტყვის შემდეგ, როდესაც პირიქით გაჯერებულია უარყოფით იონებით ჰაერი, აი ასეთი ჰაერი ვისუნთქოთ, გავისეირნოთ, მეტად გავაკოთ ფანჯრები და ნუ რაღაც ელემენტარული თუ შეიძლება ითქვას. შეუწყოთ მაინც ხელი კი. თუმცა თქვენ ბრძანეთ, რომ აი თუნდაც მანქანაში ძალიან საშიშია მობილური ტელეფონის გამოყენება, თუმცა ამასაც ვაღიარებთ, რომ ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ არ ვიცით რა ხდება, როდის საჭირო გავხდებით ადამიანისთვის, ხომ? დაუშვათ საქმიანი, ესე ვთქვათ, ზარები გვექნება თუ ოჯახიდან ზარები, ამიტომ ამას მაინც გვერდს ვერ აუვლით, უბრალოდ მაინც უნდა ვიცოდეთ, ხო, აი რაღაც ფიქრობს, რომ მანქანაში დროს ვიხელთებ და ვისაუბრებ. აი ეს უნდა შეზღუდოს, თორე ხა რაღაცა საჭიროებისთვის მაინც საჭიროა. თუმცა მაინც რაღაც ალბათ რეგულაციები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, პირველი ჯანმრთელობა, რომელიც აუცილებელია და მით უმეტეს იქ, სადაც ბავშვები და ჩვენი შვილები გვყავს და მოზარდი თაობა და მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ. ბატონ თორნიკე, ახლა მინდა შევეხო ესეთ საკითხს. წყლის პტორირების და ზოგადად აი ამ პტორის მავნებლობის საკითხს, რომელიც ძალიან აქტუალურია და თინასგან ძალიან ხშირად გამიგია, რომ ძალიან დიდ პრობლემა გვექმნება ამასთან დაკავშირებით და თქვენ რა საფრთხეებს გააცნობდით ჩვენს მაყურებელს, რა ამ თემაზე რა კომენტარს გააკეთეთ? გარკვეული კვლევები ჩავატარეთ პრინციპში მე კონკრეტულ უბანში რამდენიმეში და არა მხოლოდ დიდუბეში, მაგრამ ძალიან ბევრი კიდევ სანახავია და აუცილებლად რეგიონებში თითხოვე რომ ჩავიდე, ვნახოთ და უბრალოდ ამის რესურსები ჯერ სამწუხაროდ მე არ მქონდა. პტორირებასთან ერთად მე მინდა გავაკეთო აქცენტი იმაზე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ნალექია განსაკუთრებით პერიფერიებზე, გარეუბნებში, სოფლებში და წყლის სიხისტე ძალიან მაღალი არის იქ. დაყენებული ფილტრების საფუძველზე შეიძლება ამ ყველაფერს საუბარ, რადგან უკვე 2-3 დღეში უკვე ეს ფილტრი ძალიან შავდება და ფაქტიურად დაბალ მოხმარებაზეც კი წყლის, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები აქვს იქ აი ასე ვთქვათ სიხისტის წყლის, რომელიც თავისთავად უკვე სიძარღვებში შედის, თირკმელებს საკმაოდ დიდი პრობლემებს უქმნის განსაკუთრებით როცა კენჭოვანი დაავადებებია უკვე და როდესაც ეს შედის ორგანიზმში თავისთავად სისხლსაც და სიძარღვებსაც ბიდნავს, ასე ვთქვათ და იწვევს უხსოვს პათოლოგიებს კურსორთა სისტემის და აძლიერებს ინფარქტისა და ინსულტის ალბათობებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა რომ მეტი ყურადღება მიექცეს ფილტრაციას წყლის უპირველეს ყოვლისა, რადგან ჯერჯერობით პტორირებაზე და პტორთან დაკავშირებით რაც მე ვნახე რამდენიმე დღის მანძილზე ეს ესე ვთქვათ კვლევები რაც ჩავატარე, ნორმაში იყო, მაგრამ მარტო პტორები ნორმაში იყო pH-ში, ნორმაში იყო ასევე ტუტიანობა, კარბონატი, ასევე სპილენძის, ვერცხლის წყლის, საერთო კლორის, ბრომის, ასევე ჩატარდა ნიტრატების, რკინის, ქრომის,
ტყვია, აი ამ ბევრ რაღაცას მაგნუმი. კერძოდ ბატონ თორნიკე სად ჩაატარეთ, ანუ რომელ სოფლებზეა საუბარი და რომელ რეგიონებზე? გორის რაიონში ჩავატარეთ, სადაც მე მიწევს სიარული. დიახ. ეს არის ბუფერული ზონაა, ნიქოზზე მოხვითი, მან საკმაოდ მაღალია ეს ნალექიანობა, ძალიან. მაღალი ნალექიანობა კახეთშიც მომწეროს, უბრალოდ მე ხლა არ მინახია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, ესე ვერ დავბრალებ ვერაფერს. ჩატარდა თბილისში, ჩატარდა დიდუბეში, დიღომში, მან წყლის რაოდენობა ხარისხი საკმაოდ ნორმალური, უბრალოდ ოდნავ სიხისტია მაღალი მანდაც და ეს ამას უნდა მიაქციონ ყურადღება აუცილებლად, იმიტომ რომ აქედან იწყება ყველაფერი რეალურად. სხვათა შორის ესეთი ექსპერიმენტი არსებობს, სოფლიოში ჩატარდა, რომ სიცხლის ხანძრიობა ადამიანების დამოკიდებული სწორედ წყალზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის და ყველაზე კარგი წყალი სოფლიოში 8 წერტილი არსებობს. 2 წერტილი ერთი იყო ყარაბაღი და მეორე იყო სვანეთის მიმდებარედ კოდორის ხეობა. სადაც რაც არ უნდა ჭამო, რაც არ უნდა სვა, რაც არ უნდა დიეტაზე იყო, წყალი კონდეს კარგი, ეს უკვე გარანტია იმის, რომ არც წყალი ძალიან დიდ როლს თამაშობს. უდიდესი მნიშვნელობა ესაა, გარდა იმისა, რომ ადამიანმა ერთმანეთის სიყვარული ისწავლონ და ეს კიდე ზრდის ამ ყველაფერს და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ წყლის ხარისხი არის. ამიტომ ჯერჯერობით საჭირო არის კიდევ გადაკონტროლება სხვა რაიონების, საჭირო არის ასევე რეგიონებში სიარულიც, თუ მე მეცემ ამ საშუალებას აუცილებლად ამ ყველაფერს გავაკეთებ, არსებობს ტექნოლოგიური საშუალებები, არსებობს სპეციალური ტესტები, რომელთაც ჩვენი, ესე ვთქვათ, საშუალებებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს ყოველგვარი დაფინანსებული მეების გარეშე, ენთუზიასტების გუნდია, რომლებიც ამას აკეთებენ. ზოგადად თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაინც ესე გავიგე, რომ თუ სწორად გავიგე, რომ მაინც პრობლემა გვაქვს წყალთან დაკავშირებით და პრობლემა არის საჭირო ასევე ბიოლოგიური და კიდე სხვა, ასე ვთქვათ, იქსოყოვანი, სპოროვანი, ასე ვთქვათ, გარკვეული ლაბორატორიული კვლევები ამ თემებთან დაკავშირებით, რაც არ ტარდება და მაგის საშუალება მე არ მაქვს ყოველ შემთხვევაში. საჭირო არის ინფლორება და ხო, ეს ყველაფერი ინახოს, ხო, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი არის. ანუ რაც ჩვენ ნახეთ, ჯერჯერობით აი ესეთი სიტუაცია არის. მაგას რომ თავი დავანებო წყალსაც, მასაც გავუკეთებ, წვიმასაც გავუკეთებ. ტესტირება და საკმაოდ მაღალი ხარისხის წყალი იყოს სხვათა შორის, როგორც წვიმის. კი, ნუ სხვათა შორის წვიმაზე გამახსენდა, აუცილებლად უნდა ვთქვა. ბავშვობიდან მახსოვს, რომ ნუ ახლა სოფელში ადრე არ იყო ხოლმე ესე წყლის ფუფუნება, არ გქონდა ხოლმე ესე მით უმეტეს. და ცოტა გრაფიკით გქონდა და ასე შემდეგ ჭა როგორც მომიხსენებათ და რაღაც, მაგრამ წვიმის წყალი ყოველთვის აი თმებისთვის არბილებდა, ძალიან კარგი იყო და რაღაც სუნიც რაღაც განსაკუთრებული ქონდა და ანუ მახსოვს, რომ წვიმის წყალს ძალიან აქტიურად ვიყენებდით და ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წლების უკან უნდა დაუბრუნდეთ და იგივე გავაკეთოთ, მაგრამ ფაქტობრივად თქვენ რომ ახსენეთ, გამახსენდა, რომ წვიმის წყალი საკმაოდ, ესე ვთქვათ, სასარგებლო იყო. არის ხა სასარგებლო, რომ გააჩნია წვიმას რის მერე მოდის. დიახ. თუ ქიმტრელებების მერე მოდის. ნუ აი მაშინ არ ვიყავით ინფორმირებული თინა ქიმტრელების გაზაფხულის წვიმას, კარგის კონე ბუნებრივ წვიმას, ნამდვილად კარგი ხარისხი აქვს წყლის. კი. და ნუ მაინც უმჯობესია, რა თქმა უნდა, რომ უფრო მეტად გაიფილტროს და გასუფთავდეს წყალი, იმიტომ რომ ასევე ბოთლის წყალსაც უნდა გავაკეთო. დიახ, ეგ საინტერესოა, დიახ. მე არ ვიცახი რომ წყლებს არ დავასახელებ, მაგრამ საჭიროებენ კიდევ უფრო დახვეწას და ხარისხის გაუმჯობესებასთან როცა ეხება ლაპარაკი ბავშვებისთვის წყალზე, მაინც მაღალია სიხისტე იქ. კი. ეს საუშებელია. ანუ თქვენ ის ჩაატარეთ ბატონო. კი. და რა თქმა უნდა, დიახ, რა თქმა უნდა არ დავასახელებთ, თინა მე მგონი ჩვენ საუბარი გქონდა და პატარა ესე ვთქვათ, ჯერ ისედაც არ არის, ხო, აი თქვენს კომპეტენტური ბრძანდებით ბატონ თორნიკე რომ ვთქვათ, მაინც მაყურებელს რომ გავაგებინოთ, რომ პლასტმასის ბოთლში ზოგადად წყალი მაინც რამდენი ხანი უნდა გაჩერდეს, აი ის ხო რეალიზაციაში გამოდის, ხო არის რომ ახლა იმ დღესვე არ იყიდება, ხო, დაუშვათ ყველა ბოთლი, ხო? ამიტომ უფრო მისაღებია, რა თქმა უნდა, იყოს მინის. არ უნდა მოხდეს აუცილებლად, არ უნდა მოხდეს აუცილებლად უნდა მოვარდოთ მზეს. რადგან უკვე სიცხის ფონზე შედის რეაქციაში. ეს ერთჯერადი გამოყენების ბოთლები, ამათაც კიდე თავის ხარისხები აქვთ და ზოგი მრავალჯერადია, რამდენიმე ჯერ შეიძლება ისიც თავის ექსპლუატაციის დრო ეწურება და უნდა გადამუშავდეს აუცილებლად. აუცილებლად უკეთესია თავისთავად მინის ბოთლში იყოს, ეს ბევრად უფრო ჯანსაღი წყალია.
და ჩვენ ხوار ვიცით ახლა იმ წყალს რომელსაც საცავში ინახავენ, სად ინახავენ, ანუ რამდენჯერ მოხდა, ანუ რამზის ინტენსივობა ქონდა იმას, ხო? ამაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს თავისთავად, ხო? ამიტომ ეს საქართველოს წყლის ქვეყანაა, მაგრამ მაინც პრობლემებს წინაშე ვდგევარ ფაქტია რა და ამიტომ ბევრს ურჩევდი ხოლმე საერთოდ და ახლა ურჩევ რომ მაინც წყაროს წყლები მოიმარაგონ სახელმწიფოს და ბევრი დადის ქალაქში მაცხოვრებელმა რა გააკეთოს ბატონ თორნიკე არის ქალაქში მაცხოვრება ფილტრების დაყენება ხდება და ფილტრებმა უნდა ესე ვთქვათ ოჯახის პირობებში სახლის პირობებში შეიძლება დაუშვათ რა თქმა უნდა როგორ არა მე დამიყენებია კიდევაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვის და არის მაგას საშუალება როგორ არა შეიძლება ფილტრები ყენდება მაღაზიებიც არსებობს სპეციალური იქ აპარატები სპეციალური და საჭირო არის ეს ყველაფერი უბრალოდ მაინც წყაროს წყალის სხვა ის აქვს ამას რა შავში მიდივართ ხოლმე იქიდან მე გოგჭურჭელი და მით უმეტეს როდესაც სასმელ წყალზეა საუბარი ხა შეიძლება გამოყენებით გამოიყენო მაგრამ სასმელი წყალი ძალიან სუფთა უნდა იყოს თავისთავად როდესაც ამ ბავშვებს ეხება საქმე და შვილებს განსაკუთრებით მაშინ ამიტომ აი ეს მხარე ჯერ კიდევ საჭიროებს მეტ ასე ვთქვათ კვლევებს საჭიროებს რეგიონებში სიარულს იმიტომ რომ პრობლემა აშკარა არის და ნალექიანობა ძალიან მაღალი არის ასევე სანახავია მე უკვე ჭისწყლებიც იმიტომ რომ იქაც არის ხოლმე გარკვეული ასე ვთქვათ გადახრები და მე პათოლოგიებიც ვითარდება იქ განსაკუთრებით თირკმელების და სხვადასხვა სიძარღვების სხვათა შორის. სადაც თორსა მარილიონობა მარილები კი. ზოგადად ამაზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო, ამაზე უნდა მუშაობდეს სპეციალურ სოციალურობის სამსახური უნდა არსებობს, გარემოს დაცვა უნდა არსებობს, მოხდი ამ ყველაფერს უნდა გააკეთონ დასკვნები. ამას არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ხალხი რეალურად არ ითხოვს იმას, რაც ჭირდება მას სასიცოცხლო პრობლემები რაც არა პროტესტებს იმას, ნუ ძალიან ესე ვთქვათ მძიმე ბრალდებას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაფერი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც სამწუხაროდ, მაგრამ რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხომ ამაზე უფრო მე ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად უნდა ამოვიღოთ ხმა, უფრო აქტიურად უნდა მოვითხოვოთ ის, რაც დაუშვათ ჩვენ გვეკუთვნის, რომ ელემენტარულად ვიცოდეთ მაინც, ხომ? რომ აი ბატონი თორნიკე ბრძანებს, რომ წყალთან დაკავშირებით წყლის ქვეყანა ვართ და წყალთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. ხომ აი ესა ჯანდაცვის პირველი პრევენცია. ესა ჯანდაცვის პირველი პრევენცია, რომ გარემო, ჰაერი, წყალი, ეს ყველაფერი უნდა იყოს სუფთა და ყოველთვის უნდა იყოს ამაზე კონტროლი. აუცილებელი არის ეს. შემდგომ მოდის უკვე სხვა რაღაცეები ყოველ შემთხვევაში ადამიანის ცნობადობის გარმოება უფრო და ინფორმაციული დეფიციტის აღმოფხვრა იმ თემებში, რომლებიც გარკვეულ დაავადებებს იწვევს და ვისაც მიდრეკილება აქვს გენეტიკური ფონი, ვისაც აქვს და ასე შემდეგ ხო. ამიტომ აი პირველი პრევენციას ჩვენ საქართველოში როგორც ეგეთი არ აქვს. არ აქვს. და ამაზე არც მუშაობს არავინ და არც არ არის. просто ფორმალურად არსებობენ სამსახურები თუნდაც სურსუცუნებლობა არ იყო 50 კაცია იქ ვის უნდა იყოს ეს ყველაფერი ხო როცა მთელ საქართველოზე საუბარი ხო ანუ კანტორა ჩვეულებრივი უფრო სერიოზული მისახედია ეს პრობლემა როგორც ყველა პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ და ქალბატონი თინა ნუ მე არ შემიძლია არ დაუბრუნდე იმას ბავშვები გამოიყენებდნენ და სვავდნენ მოკლედ იმ წყალს რომელზეც საუბარი იყო რამოდენიმე თვის უკან და იყო რომ აღმოაჩინეს იქ ისეთი პრობლემები რომელიც შემდეგ ცოტა მაღაზიების დახლებზეც შეწყდა აი ამ წყლის და ესე ვთქვათ კილების ესე ვთქვათ განლაგება, განთავსება, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს, რა თქმა უნდა. თავარი არის პრობლემის არა დაუშვათ გადადება და ნუ ესე ვთქვათ შემდეგისთვის ამის გადაწევა და ნუ რაღაც ხო გავაკეთებთ. თავარია აღმოვფხრათ ის პრობლემა, რაც დაუშვათ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს წყალთან დაკავშირებით, სუფთა წყალითან, გემრიელიათან, სხვა ენერგეტიკა აქვს წყალს, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ კიდეც რომ აი რო ჩაასხა წყალი და უშოთ ერთ კილაში და იმას კარგად ესაუბრო რაღაც სხვანაირი დატვირთვა მისცეთ თუნდაც დილიდან მასთან კონტაქტს სხვანაირად გამოიყურება კიდეც და გემოცხვანაირი აქვს და მეორე დაუშვათ კილაში რო გისხია ხო სტრუქტურები იცვლება და ასე რომ სხვანაირი დატვირთვა აქ წყალს ზოგადად არის ძალიან ესეთი საიდუმლო მე მგონი გამკურნების ცალკე მეცნიერების თემა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ორგანიზმის უმეტეს ნაწილი წყალი არის აუცილებლად ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და
წყლის ბალანსს და თქვათაშორისო აი ეს ექსპერიმენტები ჩატარებულია, როცა იცვლის სტრუქტურას წყალი, როცა ადამიანი პოზიტივს და პოზიტიური, ესე ვთქვათ, ენერგიით ავსებს ამ წყალს და სამკურნალო შეიძლება იყოს. სამკურნალო. და ბევრი საიდუმლოებები კიდე ამ წყალს მაქვს, რომელზეც ჯერ არ საუბრებენ და არც იმაშურებიან ყოველ შემთხვევაში მაგაზე რაც აკეთებენ აქცენტს, მაგრამ იყო ეგეთი რაღაცა, დამუხტვა წყლის და განკურნება ადამიანის ხდებოდა ეს ძველად. მე თამამად ვიტყოდი, რომ ეს არის ჯადოსნური სითხე. უფერო, უგემო თითქოს, მაგრამ ძალიან ბევრის გამკეთებელია და ძალიან მიყვარს წყალი სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრს ვსვავ და ხო, ანუ არიან რომ აი წყალი არ მომდებათ ხოლმე დღის განმავლობაში რაღაც ერთი ჭიქა დალიონ. მე აუცილებლად ხშირად გამოვიყენებ ვსვავ და რა თქმა უნდა საინტერესოა ეს თემა ჩემთვის. ქალბატონო თინა, აი პტორთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს ზიანი. პტორს აი რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს და როგორ უნდა ავირიდოთ თავი აი ამ ზიანისგან. და როგორ დავიცვათ? და ბატონმა თორნიკემ და ძალიან გასახარია რომ საქართველოში არ არის პტორირებული ესე იგი წყალი ხო ბატონ თორნიკემ რაც დავაშვიდოთ. ნახეთ და ჯერაც ნახეს არ არის და ნუ ძალიან მიხარია პირადად იმიტომ რომ ჩვენ ექიმებმა ძალიან ასე ვთქვათ ვიცით მავნებლობა პტორის აი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა ეს თემაც აქტუალური შეიძლება ითქვას მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ითქვას 50 წელზე მეტია გამოიყენება წყლის პტორირება და ვიცით ჩვენ პირველად კარიესის პროფილაქტიკის მიზნით იყო პრაქტიკულად ასე ვთქვათ ონკანის სასმელ წყალში ჯერ კიდევ 1945 წელს მიჩიგანის შტატში პირველად ეს იყო გრანდ რაპიდსი ქალაქი რომელშიც პრაქტიკულად სასმელ წყალში შეურიეს პტორი იმ მიზნით რომ მომხდარიყო კარიესის პროფილაქტიკა მაგრამ მას შემდეგ არაერთი სამეცნიერო კვლევით არის დადასტურებული და პრაქტიკულად საპროფილაქტიკო და პრევენციული ეფექტი პტორისა ვერ დასტურდება მეცაც გეტყვით ჯანმოს მონაცემებით მაღალ განვითარებულ ქვეყნებშიც კი დღეს მოსახლეობის 60-დან 90%-ის პრობლემაა ისევ და ისევ კარიესი და მეც გეტყვით დადასტურებულია ის რომ პირიქით პტორის ასე ვთქვათ შემცველობა და მაღალი შემცველობა პირიქით საზიანოა კბილის მინანქრისთვის თითქოს მაშინ როცა უნდა ამის პროფილაქტიკას ახდენდეს ნუ საერთოდ წყლის პტორირებას და აი ამ პტორის მავნებლობას და მავნე ზეგავლენას როგორც ერთ-ერთი ტოქსიკური ნივთიერებისა არაერთი პუბლიკაცია აქვს მიძღვნილი დღეს და მინდა გითხრათ რომ 1900 პრაქტიკულად 94 წელი იყო როდესაც ჯანმომ მიიღო გადაწყვეტილება და ნორმებიც კი შეიმუშავა 0.5-დან 1 მილიგრამამდე 1 ლიტრ წყალზე დაუშვა პტორი კლიმატის შესაბამისად და აი დღეს რაც არ უნდა ანტიჯანმოისტებადაც მოგვნათლონ და შეგვრაცხონ ფაქტია რომ ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე რომ იმ პერიოდშიც არ არსებობდა არანაირი მეცნიერული საფუძველი რაზე დაყრდნობითაც ეს ნორმები და ნორმატივები ასე ვთქვათ შეიმუშავა ჯანმომ თუმცა იმის შემდეგ კიდევ ერთხელ ვამბობ და დღეს მაგალითად უკვე ამ დარგის სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ რომ ამ თუნდაც ჯანმოს მიერ არარაციონალურად შემუშავებულ ნორმებს ხო 10-ჯერ და 100-ჯერ აღემატება ზოგიერთ ქვეყნებში წყლის პტორირების მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე არის ის რომ ჯანმო და ნუ მოდით პირდაპირ თქვათ ის გიგანტები რომლებიც მაინც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე მდიდრდებიან, იმიტომ რომ ეს მთელი ინდუსტრია თუ შეიძლება ითქვას, იგივე აი კბილის პასტებისშიც ასევე პტორის, ხო კბილის პასტების პტორით გაჯერების კიდე ცალკე თემაა ეს კომერციული გიგანტების და იმ ფირმების და ბრენდების თუ შეიძლება ითქვას ბიზნესია. და აი დღეს კითხვა ისმის ხშირად რომ თუ ცნობილია და დადასტურებულია ხო ცალკეული კვლევებით პტორის ასეთი მავნებლობა, მას რატომ გაახდენენ ამის იგივე წყლის პტორირებას, იგივე შემდეგ პტორირებული წყლით ვიცით ჩვენ ნიადაგების მორწყვას და მიღებული შემდეგ საკვები პროდუქტები ასევე მავნებელია, იმიტომ რომ ორგანიზმში ისევ და ისევ პტორის აკუმულირებას იწვევს და აი ცნობილია პროდუქტები, მაგალითად შავი ჩაი, რომელიც განსაკუთრებულად ჩთანთქავს წითელი ჩაი და მთელი რიგი პროდუქტები, რომლებიც
კიდევ ერთხელ ვამბობ, ფტორირებული წყლით ნიადაგის მორწყვის შემთხვევაში განსაკუთრებით იწოვს და შთანთქავს ამ მავნე ტოქსინს, იმიტომ რომ დღეს უკვე CDC, აი ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც კი ღირად გააკეთა განცხადება, რომ ეს არის ნეიროტოქსინი, რომელიც ძალიან მავნე გავლენის არის და მოქმედებს ჯერ ერთი ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებას, აი IQ-ს დაქვეითებასთან არის პირდაპირ კავშირში, არის არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რაც უფრო მაღალია ფტორის შემცველობა ორგანიზმში, მით უფრო დაბალია იმ ადამიანის IQ. აღარ არის საუბარი ჭკუას სუსტობასთან მის კავშირზე, ცალკეული სიმსივნეული პათოლოგიების განვითარებაზე, უშვილობაზე, აი როგორც არ უნდა გაგვიკირდეს, ხანგრძლივად ზემოქმედება ფტორისა, დღეს უკვე არსებობს კვლევები, რომ ქალთა და მამაკაცთა უშვილობასაც კი განაპირობებს. ცალკეა გამოყოფილი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, აი დღეს ძალიან ხშირად საუბრობ და ვამბობთ, ხო, და პრაქტიკულად ყველა დაავადების ძალიან გახშირებულია პათოგენეში ფარისებრი ჯირკვლის კვლევას იწყებს ექიმი ენდოკრინოლოგი, ხო? აი ეს ყველაფერი ფტორის შემცველობასთან არის დაკავშირებული და უნდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯერ კიდევ ჯანმოს, ასე ვთქვათ, სტანდარტის შემოღების შემდეგ უკვე ცნობილი იყო, რომ ფტორი არანაირ პრევენციას და პროფილაქტიკას არ ახდენს და პრაქტიკულად გამოდის, რომ დამაზიანებლად ადამიანთა ჯანმრთელობისა ათეული წლებია ეს გამოიყენება და დღეს მომწიფდა თითქოს სიტუაცია და იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული ყურადღება არის ამაზე გამახვილებული და აი მე გეტყვით ბოლოს ასეთი ჟურნალია JAMA Pediatrics-ი, რომელმაც პრაქტიკულად სტატისტიკური მეტაანალიზი დადო, გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტის ტოქსიკოლოგთა ნაციონალური საბჭოს მიერ ჩატარებული, შეიძლება ითქვას, მასშტაბური ანალიზია. რაღაც ახალი კვლევა კი არ არის, 74-მდე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა ეს დასკვნა. სადაც მითითებულია მავნე ეფექტები ფტორისა და პრაქტიკულად მოუწოდებენ მთელი, ასე ვთქვათ, მსოფლიოს მასშტაბით ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ თავიანთ წყალსატევებში თუ წყლის სისტემებში ფტორის შემცველობა და აი ძალიან გასახარია, რასაც ამბობს ბატონი თორნიკე, რომ თუ საქართველოს ონკანის წყალში საქართველოში ფტორი არ არის, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან დამამშვიდებელია, იმიტომ რომ მაინც იქ მედივართ, რომ სოფლიო მუშაობს ტოტალური მართვის იარაღზე. ეს ფტორი იქნება, ელექტრომაგნიტურელი იქნება, აცრები იქნება, რა იქნება, როგორ მნიშვნელობა არ აქვს. მთელი სისტემა მუშაობს იმისთვის, რომ ხალხი მართოს. ტოტალურ მართვაზე. თავარი პრობლემა ეს არის, ხო და როგორ იზავენ უკვე ეს უკვე ისეთია, ტექნიკური საკითხია უკვე ეს რა. მე მაინც ვფიქრობ ბატონ თორნიკე, რომ ხალხის ჩართულობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი და აუცილებელი. რადგან უნდა გაიღვიძოს. ჯერ გაიღვიძოს, მერე ჩაერთოს. დიახ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რის საშუალებასაც ვაძლევთ ზოგადად, თუნდაც ცალკეულ ადამიანებს ზუსტად ისე გვეპყრობიან და გვექცევიან და რა თქმა უნდა ეს ესეა მასიურად ხალხის ესე ვთქვათ საკითხშიც რომ ჩვენ ისედაც პატარა ქვეყანა რის საშუალებასაც მივცემთ დიდ ქვეყნებს რომლებსაც რა თქმა უნდა თავიანთი მიზნები და გეგმები აქვთ და ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ახლა სამივე რა მიზანზე მსახურება ეს ყველანაირი ესე ვთქვათ ომი ბიოლოგიური ომი და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ომი ეს არის რომ დედამიწაზე უნდა შემცირდეს ადამიანთა რაოდენობა, რატომღაც გადაწყვიტეს რამოდენიმე ადამიანმა და ესე უნდა მოხდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესე არ უნდა ხდებოდეს და არ მოხდება. თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ დედამიწას შეუძლია რესურსი, აქვს იმის რესურსი, რომ 80 მილიარდი ადამიანიც კი დაიდიოს და ესე ვთქვათ, პირობები შეიქმნას ადამიანმა უბრალოდ ცოტა ჩვენ ზარმაცოს. სწორედ 80 რაღაც საქართველოს, რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნებს, რომლებიც უფრო მეტად გადაშენების პირას შეიძლება მიიყვანონ, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია მათი მართვა. და ამიტომ ხა გათიშე და იბატონეს პრინციპი ნამდვილად ჩვენ არ უნდა მოგწონდეს და არ უნდა დავეთანხმოთ, იმიტომ რომ მე მგონი გადასაშენებელი ჩვენს ერს მეტეს ნამდვილად არ აგვაქვს არაფერი, აი ამხელა ისტორიის მქონე და რამდენი საუკუნის ერი ვართ და მაინც რა თქმა უნდა ჯობია რომ გავიღვიძოთ რა მაინც სურვილია რომ გავიღვიძოთ იქნას ეს საკითხები და ხმა ამოვიღოთ როცა საჭიროა დიახ რა თქმა უნდა რიგითი მოქალაქე ვერაფერს ვერ იზავს თუ ეს არ იქნა სახელმწიფო დონეზე მე ვთვლი და თუ სახელმწიფო არ ემსახურება ხალხს მაშინ სახელმწიფოს უნდა მივცეთ თავისი გზა
რა თქმა უნდა. ეს თავისთავად ხო, თორე ზუსტად ხელისუფლებამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა აკონტროლონ და დაიცვან ადამიანთა ჯანმრთელობა. 35 წელიწადია ფაქტია ამ ჭაოში ვართ და კიდევ არ ამოსვართ, ხო? ამიტომ რადიკალურად უფრო მეტად და მეტად უფრო მეტი აქტივობაა საჭირო ხალხის. ხალხმა ეს პრობლემა ყოველ შემთხვევაში უკვე იცის, ასე ხოჩ ვილაპარაკობთ, ხო? რაღაცები იციან უკვე და არაფერი ახალი არ არის. უბრალოდ არ მოქმედებენ, მოხდით, ანუ სწორედ მუშაობს ეს ანტენებია თუ ეს სისტემა თუ წყლები ეს ყველაფერი ჯამშეს მუშაობს. შენი ღბულად მუშაობს, თითქოს არაფერი, მე რა იქ ანტენა დგას, ანუ მე მოდი რეალურად ვთქვათ, ხო, ჩვენთან საქართველოში ამის შესახებ არც საუბრობენ. რა თქმა უნდა, უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ისტორიებაზე და მსოფლიო ფეხზე დგას და ჩვენთან საქართველოში პრაქტიკულად არ საუბრობენ. ჩვენთან ყველაფერი რა თქმა უნდა გვიანი წება, ყველაფერს რატომღაც გვიან გებულობთ სამწუხაროდ, მაგრამ თქვენაირი ადამიანების ჩართულობით და მეშვეობით, რა თქმა უნდა, ჩვენს დროულად გაწვდით ინფორმაციას, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ამიტომ რა თქმა უნდა თქვენზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ჩვენს თავზე არ ვართ პასუხისმგებლები, ვართ ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც გვიყვარს, მშობლები, შვილები და რა თქმა უნდა მეუღლეები იქნება ეს თუ მეგობრები თუ ასე შემდეგ და ამიტომ უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, ვიდრე ვართ დღეს. ამიტომ დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობისათვის და ესეთ საინტერესო თემების გაშუქებისათვის. მადლობა ჩვენს მაყურებლებს, დროებით, კარგად სანდებოდეთ. ნახვამდის.